ქალბატონ ფიქრია ისტორიას რომ გადავხედოთ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პრობლემა რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1918 წლის 26 მაისის დღეს და საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლის შემდეგ იღებს სათავეს, ხო? მაშინ გახდა გაურკვანო. ეს არის ნაღმი, რომელიც რუსეთის იმპერიამ ჩადო მაშინ და გამოვრიცხავთ თუ არა, რომ ამ ნაღმს სწორედ ახლა ამოქმედებს ისევ რუსეთის იმპერია საქართველოს ხელისუფლების ხელით, იმიტომ რომ საზღვრის დაცვის კომისია საზღვრის საბოლოოდ გამოყოფის კომისია 1996 წელს შეიქმნა. თქვენ ალბათ კარგად იცნობთ ამ კომისიის საქმიანობას, ყველა ოქმს 24 წლის განმავლობაში სამი ხელისუფლების პირობებში. ვერც ერთხელ ვერ მოახერხა საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობებმა შეკრება, ერთმანეთს შეიკრებდნენ, თუმცა შეთანხმებამდე მისულიყვნენ. ანუ ახლა დააკავეს ადამიანები, რომლებსაც ჯერ არც ერთ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ. ანუ ჯერ შედეგი არ არის დამდგარი ამ კომისიის საქმიანობის. რას უკავშირებთ თქვენ ამ დაკავებას და როგორ შეაფასეთ აი ამ ისტორიულ რაკურსს, რომელიც ძალიან სენსიტიურია ჩვენი ქვეყნისთვის და თქვენ სტუდენტი იყავით თუ არ ვწდები მაშინ, როცა აქტიურად გამოდიეთ თქვენ და დავით ტურაშვილი მახსოვხართ ჩემი ყმაწვილობიდან, ასე ვთქვათ. მოდით აი დავიწყოთ, შეაფასეთ თუ შეიძლება მე თქვენი ესეთი საკმაოდ მკაცრი სტატუსიც ვნახე საქართველოს ხელისუფლების მიმართ. კი ბატონო, მოგესალმებით. რა თქმა უნდა, გარეჯი არის ერთ-ერთი ყველაზე ეროვნულად ფაქიზი და სენსიტიური საკითხი, იმიტომ რომ აი მართლაც იმ დროს ეროვნული მოძრაობის დროსაც გარეჯის თემა იყო, როდესაც აი გაფორმდა როგორც ტალღა ეროვნული მოძრაობისა, მანამდე პატარა-პატარა ჯგუფები იყო, იმიტომ რომ ძალიან მოედო საზოგადოებას და შესაბამისად ყველაფერი მას შემდეგ რაც გარეჯთან არის დაკავშირებული ძალიან დიდ ვნებათა ღელვას იწვევს. ისტორია რა თქმა უნდა სერიოზული და მძიმე აქვს ამ საკითხს, რა თქმა უნდა. ეროვნულ ნიადაგზე ბიძინა ივანიშვილს ისტორიის გამეორება უნდა. ახლა მას უნდა რომ მოგვევლინოს საქართველოს ისტორიის საჭეთმყრობლად. მე გეტყვით ესეთ რამეს, რომ ვისაც გარეჯი უყვარს და ვისაც გარეჯის პრობლემა ადარდებს, ის წინა საარჩევნო სპეკულაციისთვის გარეჯის საკითხს არ გაწირავდა. მე ვიცი რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით 2013 წელსაც იყო გარკვეული მოკვლევა, თუ არ ვცდები, მაშინ ირაკლი ალასანია იყო თავდაცვის მინისტრი. მერე თინა ხიდაშელმაც თქვა, რომ ისიც გარკვეულ დოკუმენტებს ეძიებდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საზოგადოებისთვის არაფერი არ გახდა ცნობილი. გარეჯის თემა პერიოდულად მწვავდებოდა და მწვავდებოდა აი ამ მოვლენების გამო მოგეხსენებათ, რომ როდესაც საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს შორის იყო უფრო ურთიერთგაგების, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება, მაშინ არ მწვავდებოდა საკითხები, თუმცა რაღაცა პერიოდი სააკაშვილის მმართველობის ბოლო წელსაც გამწვავდა და განსაკუთრებით გარეჯის თემა გამწვავდა მაშინ, როდესაც კახა კალაძემ გაზპრომთან დაიწყო მოლაპარაკებები, ისეთი მოლაპარაკებები, რომლებიც აზერბაიჯანის მაინც და მაინც ბიზნეს თუ სტრატეგიულ ინტერესებში მაშინ არ ჩაჯდა და მართლა ის შემდგომ დროდადრო საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა ამ თემის გააქტიურებას, ოღონდ რა მიმართულებით? ეს გარეჯს არ უკავშირდებოდა. ანუ აზერბაიჯანული მხარე პერიოდულად ამკაცრებდა თავის პოზიციას გარეჯთან, უდაბნოს მონასტერთან მიმართებაში, ჩიჩხიტურთან მიმართებაში. ხო, რაც შეეხება ახლა იმ კომისიას, სხვათა შორის ამ კომისიის დახურულ სხდომაზე, აი იმ დასაწყის პერიოდებში, როდესაც დაიწყო, მე მიმიღია მონაწილეობა და ბევრ დოკუმენტს ვიცნობ ამასთან დაკავშირებით, ბევრი ღია დოკუმენტი იყო, ბევრი არის თუ არა თქვენთვის ამ დოკუმენტებში რამე საეჭვო? ლაპარაკი სულ იყო, რომ შესაძლოა კიდევ არსებობდეს რაღაცა დოკუმენტები, მაგრამ ეს დოკუმენტები ამ ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა. იყო ლაპარაკი 38 წლის ნაცვლად, აი ახლა რასაც ამბობენ ალბათ 37 წლის რუკაზე, რომელიც სადავო რუკა იყო.
მაგრამ მე ვთვლი ესეთ რამეს, რომ თუ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით სიმართლის გარკვევა უნდა ვინმეს და ამ საკითხის გადაწყვეტა უნდა ისე რომ არ დაზიანდეს საქართველოს ინტერესები და არ დაზიანდეს საქართველოს და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობის თემა ამ ნიადაგზე ეს ჯერ ერთი არ შეიძლება გაკეთდეს კიდევ ვიმეორებ წინა საარჩევნო პერიოდში და მეორე ამდენხან სად იყო პარლამენტი რომელსაც ეს საკითხი უნდა აწუხებდეს და რატომ ერთხელ ან არ მოითხოვეს დახურვის ხდომა მე ვთვლი რომ ეს ისეთი საკითხია რომ მომავალ პარლამენტში ალბათ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას აუცილებლად და ასეთ საკითხებზე ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით უნდა მოხდეს საკითხების გადაწყვეტა ამას ყველაფერს რაც ეხა ხდება ზედმეტად პოლიტიკური სპეკულაციის ელფერი დაკრავს